ერთხელ მეგობარმა მითხრა, რომ წინა კვირა ძალიან მძიმე ჰქონდა. ვკითხე, რატომ არ დამირეკე? მითხრა, რომ დამირეკა, მომწერა, დახმარება მთხოვა. ტელეფონი ავიღე, შეტყობინებებს გადავხედე და ვიპოვე მისი მესიჯი. მართლაც ეწერა, ჰეი, რა საკეთებ? ჩემთან ხომ არ მოხვალ? ვკითხე, ამ მესიჯებს გულისხმობ? ისეთივე ტექსტია, როგორიც ყოველთვის მოგიწერია. როგორ უნდა მივხვდე, რომ ეს დახმარების თხოვნაა? მან მითხრა, რომ სტატია წაიკითხა, სადაც ეწერა, ადამიანს სტრესის ან მძიმე მომენტში მარტოობის გრძნობის დასაკარგად სჭირდება მხოლოდ 8 წუთი სხვა ადამიანის ყურადღება. ამის მერე გადავწყვიტეთ გქონოდა კოდური სიტყვა, როცა ერთ-ერთს ძალიან სჭირდება მეორე, უბრალოდ ვკითხავთ, 8 წუთი გაქვს. 8 წუთი ყველას შეუძლია გამოყოს შეხვედრიდანაც კი. შენ ვერ მოაგვარებ მეგობრის ყველა პრობლემას, მაგრამ ეს 8 წუთი საკმარისია, რომ მან იგრძნოს, პრობლემას მარტო არ უმკლავდება და ეს არის მეგობრობის ძალა.